ომეგა-3-ის ისტორია საიდან იწყება? ესკიმოსებიდან. ესკიმოსები მოიხმარდნენ უპირატესად თევზეულებს, თევზ პროდუქტებს და დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა ამ კონტინგენტში და ამ კონტინგენტში ნახეს, რომ რაღაცა გარკვეული ტიპის დაავადებების რისკები იყო შემცირებული რა, ვიდრე სხვა და აქედან წამოვიდა ეს, რომ ესე იგი ომეგა-3-ია ამაში დამნაშავე ბჭყალებში, რომ კარგი კუთხით დამნაშავე, რომ ეგ არის რასაც აკეთებ. ამის მერე, როგორც გითხარით, გავიდა წლები, დაახლოებით 20 წელი და ამაზე ინფორმაცია Facebook-ზეც ხშირად ვავრცელებ ხოლმე, ჩემი ინფორმაცია კი არ არის მოძიებული. არსითი კვლევების მეტაანალიზი და სისტემური მიმოხილვა. ანუ ეს არის ყველაზე სარწმუნო, ამაზე სარწმუნო კვლევები არ არსებობს. საპირისპირო დაამტკიცა. ანუ ვერანახა ვერც ერთი მიმართულებით დაავადებების რისკის შემცირება. ვერც გულსის ზარღვთა დაავადებები, ვერც დიაბეტი, ვერც სიმსივნე და ვერც სხვა კუთხით რაღაცა დაავადებების და პრობლემების რისკების შემცირება.